აუცილებლად პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ესეთი წრე, რომ გამოვიყვანოთ პირველი თვალი და უკვე ვიწყებთ თვლების აღებას. თვლები უნდა იყოს ერთი ზომის, ვეცადოთ ხელით ვარეგულიროთ თვლების ზომა, რომ არ იყოს მაღალი და მჭიდრო თვლები. ავიღოთ ნიმუშისთვის რამოდენიმე თვალი, ნახეთ ერთი ზომის თვლები უნდა იყოს, რომ იდეალური ნაკსოვი გამოვიდეს. რამოდენიმე თვალს კიდევ დავამატებ და დავიწყოთ პირველი ძირითადი უზორი, რომელიც ძირითად რაოდენობას პლუს 1 თვალი ემატება კუთხისთვის. ამ უზორს ქვია უნამატო უზორი და ასე იქსოება. ჩავდივართ, ამოვიყვანთ და გამოვგზავნთ. თითო თვალში თითო უნამატო უზორი ამოყვავს. ასე. ბოლომდე ვგზავნთ ამ პრინციპით. აუცილებლად ბოლომდე, ეს არის ბოლო თვალი, ამოყვავს და ეს რიგი დასრულდა. ყოველი რიგის დასრულების შემდეგ კუთხეში ვიღებთ ერთ ჰაეროვან თვალს, ტრიალდებით. სასურველია ყოველ შემოტრიალებმა გავაკეთოთ ერთი და იგივე, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ ლამაზი კუთხეები კონდეს და პირველივე თვალში ჩავდივართ. აუცილებლად პირველივეში, რომ კლებაში არ წავიდეთ. და ისევ ვაგრძელებთ იგივე უზორით ბოლომდე ქსოვას. და ავდივართ რამოდენიმე სანტიმეტრს, ან რამდენიც გვინდა ამ უზორით რომ მოგგზავნოთ.